განვითარების ყველაზე აქტიურ და მნიშვნელოვან პერიოდს ადრეული ბავშვობა და სკოლამდელი აღზრდა წარმოადგენს. ამ დროს ვითარდება ყველა ის უნარჩვევა, რაც საფუძვლად ედება ადამიანის შემდგომ ცხოვრებას. ადრეულ ასაკში მშობლის მხარდაჭერა არის ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისა და კეთილდღეობის უნიშნელოვანესი საფუძველი. ინფორმირებული მშობელი უკეთ რეაგირებს ბავშვის საჭიროებებზე, იცის როგორ მოახდინოს მასთან კომუნიკაცია. საქველმოქმედო ასოციაცია გურია დაარსდა 1992 წელს. დღეს უკვე რამდენიმე პროგრამას ვახორციელებთ, მათ შორის არის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამა, რომელიც 2020 წელს პირველად განვახორციელეთ გურიაში. პროგრამაში ერთვებიან 0-დან 7 წლამდე განვითარების ეტაპების ჩამორჩენის შემთხვევაში ბავშვები. 6 თვიდან არის უკვე შესაძლებელი დიაგნოზის დასმა. თუ ოჯახის ექიმმა, პედიატრმა ან მშობელმა შეამჩნია, რომ თავის ბავშვს ჭირდება დახმარება, მაგ შემთხვევაში წერს განცხადებას სოციალურ სამსახურში და სახელმწიფო აფინანსებს ვაუჩერით, რომელსაც შემდეგ წარადგენს ორგანიზაციაში და მასთან მუშაობას იწყებს სპეციალისტი. თავარი გამოწვევა არის მიმღებლობა, ხო? აი, იცით, მამამ 5 წელს დაიწყო ლაპარაკი და ჩემი თუ არ ლაპარაკობს ჯერ, მოდი დაველოდოთ 5 წელს. არ უნდა დაველოდოთ, რაც უფრო ადრე ჩართავენ პროგრამაში, შედეგიც მით უფრო მაღალია. ეს პროგრამა უნდა განხორციელდეს ბუნებრივ გარემოში ბავშვისთვის. 3 წლამდე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს იყოს სახლი, ბაღი ან ის გარემო, სადაც ბავშვი ატარებს ძირითად დროს. ჩემი შვილი იყო 4 წლის, ვერ ლაპარაკობდა. ეხლა არის 8 წლის, ამიტომ 4 წლის როცა იყო მოვიყვანე ცენტრში, ეხლა მყავს კიდევ დანიელი 4 წლის და ეხლაც დანიელსაც ვატარებ, იგივე პრობლემა აქვს, ბაღში არ ჩერდებოდა. ეხლა რადიკალურად შეიცვალა, ძალიან მშვიდად არის, ქცევაც დაურეგულირდა, აუცილებელი არის ბავშვისთვის, თუნდაც ის 1 საათი მასწავლებელი როცა მოდის ჩვენთან, რადიკალურად სხვანაირი ხდება ბავშვები. სანამ პროგრამას დავნერგავდით გურიაში და დავიწყებდით განხორციელებას, მშობლებს უწევდათ, რომ ბავშვები გაიყვანათ უახლოეს ქალაქში, ბათუმში, ქუთაისში, სადაც არსებობდა უკვე ეს პროგრამები. ფინანსებთან არის დაკავშირებული, დროსთან არის დაკავშირებული და ეს დიდი მიღწევა იყო, რომ უკვე ადგილზე შეეძლოთ მომსახურების მიღება. სპეციალისტი არა მარტო ბავშვთან მუშაობს, არამედ მუშაობს მშობელთან, იმ ადამიანებთან, ვინც ბავშვთან ატარებენ დროს, როგორ მიუთმნენ სწორად და როდესაც შენ აძლიერებ ოჯახს და ბავშვის მხარდაჭერ პირს, ეს არის ძალიან დიდი დახმარება ოჯახებისთვის.